სალამ, მე ვარ დრანგა, ეს არის ბიტანიკა შორტ გადაცემა, სადაც კრიპტოსამყაროს მთავარ ამბებს მოკლედ და გასაგებად გიყვებით. დღევანდელ ეპიზოდში გაიგებთ, როგორ აპირებს ტეზერი USDC-თან კონკურენციას, რა კრიპტო თემაში ჩაერთო ტრამპის ოჯახი და რა კავშირი აქვს Volkswagen-ს და კრიპტოს. Stablecoin-ების გიგანტმა ტეზერმა დაიქირავა ყოფილი თეთრი სახლის კრიპტოს საბჭოს დირექტორი ბო ჰაინსი, როგორც სტრატეგიული მრჩეველი აშშ-ს ბაზრისთვის. ეს კიდევ ერთი მაგალითია, როგორ ქირავობენ კრიპტო კომპანიები პოლიტიკაში გამოცდილ ხალხს. შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში კონგრესში stablecoin-ების რეგულაციაზე მსჯელობთ. მოკლედ, USDT არაპირებს USDC-თვის პოზიციების დათმობას. Ramzap Media კომპანია, რომელიც ტრამპის ოჯახთან არის კავშირში, Doge Hash Technologies შეძენას და მსოფლიოში ყველაზე დიდი Dogecoin mining პლატფორმის შექმნას გეგმავს. გაერთიანებული კომპანია იმუშავებს სახელით Doge Hash Technologies Holdings და გამოუშვებს ახალ ტოკენს XDOX. დღეს Doge Hash ჩრდილოეთ ამერიკაში დაახლოებით 2500 მაინერს ფლობს, თუმცა 2026-მდე სერიოზულ გაფართოებას აპირებს. Volkswagen Group სინგაპურის მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ მანქანების და სერვისების გადახდა Bitcoin-ში, Ethereum-ში, USDT-ში, USDC-ში და სხვა ტოკენებით. გადახდები ხდება FOMO-Pay-ის პლატფორმით. კომპანია ამბობს, რომ ეს მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯია. სინგაპურის მოსახლეობის 26% ფლობს ციფრულ აქტივებს. მოკლედ Tesla სინგაპურში სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა. ეს იყო ბიტანიკა შორტ, გამოიწერეთ ჩვენი პეიჯი, რომ არ გამოგჩნდეს თავარი მოკლედ.